ფოტოკონკურსის ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი ნატა კახიძემ დაიკავა, მეორე ადგილი მინდია ჩანგსელიანმა, ხოლო მესამეზე კი თორნიკე ტურაბელიძე გავიდა. კონკურსი მა არქიტექტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეეძლოთ. ეს ქუთაისმა უმასპინძლა ფოტოკონკურსს გამოავლინეთ გამარჯვებულები კომპანია არქიტექტის ორგანიზებით, ასე ვთქვათ, ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა სახელწოდებით, რომლის მიზანიც იყო ქუთაისში მივიწყებული, მიკარგული არქიტექტურული იდენტობების გამოკვეთა. ჩვენი მიზანი არის ყოველწლიური სახე მივცეთ ამ ღონისძიებას, გამოავლინოთ ყოველწლიური გამარჯვებული, ვაჩვენოთ ფართო საზოგადოებას ის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, რომელიც ჩვენს გვერდით არის, თუმცა ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ და ნელ-ნელა გამოვიტანოთ სააშკაროზე ის სიმდიდრე არქიტექტურული, რომელსაც ყოველდღიურობაში ასე მარტივად ვერ ვამჩნევთ. არქიტექტის სოციალური პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით უფრო ფართოვდება, ბევრ აქტივობას თავაზობს არა მხოლოდ ქუთაისის საზოგადოებას, არქიტექტი შესაბამისად უახლოეს პერიოდში ველოდეთ კიდევ ბევრ ღონისძიებას, რომელიც ორიენტირებული იქნება ქუთაისის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების გამოკვეთაზე, როგორც ფოტოგრაფიული, ისე სამხატვრო თუ სპიკერების კონკურსების სახით. საკმაოდ ბევრი ფოტო მქონდა გადაღებული სხვათა შორის, მაგრამ ბოლოს გაგზავნის დღე იყო, უკვე ბოლო დღე იყო. და ეს გავგზავნე. თან ეს ფოტო შემთხვევით გადავიღე, იმიტომ რომ გეგმაში არ მქონდა. ასე. მამა ჩემთან ერთად ვიყავი ნიკიაზე და მეთქი, მამა ის შენობა სად არის? ეს რამდენიმე სურათი. წამომცდა კილომეტრი, მართლაც კილოა ეს. ერთად ფილოს მსგავსი არის.